დილამშვიდობის მეგობრებო. კი ბატონო. ნამდვილად გვასახელა გულშინ ჩვენმა ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენი დღის წესრიგით. დღესაც მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს კორუფციის შესახებ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დღეს გვაქვს მუხლობრივი განხილვა მეორე მოსმენი და ქალბატონ თამარ მახარაშვილს, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ვთხოვ წარმოგვიდგინოს მუხლობრივად თუ შევიდა რაიმე ცვლილება, მუხლი პირველი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, ძვირფასო კოლეგებო. პირველი მუხლის თანახმად იცით, რომ საჯარო მოსამსახურეს მიეცემა შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი ორგანოს პირის მიერ გაიცეს თანხმობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით და დაკონკრეტდა კონკრეტული ჩამონათვალი. ვიზე ვსაუბრობთ, რომელი ტიპის ექსპერტებზე, ეს გახლავთ კიდევ ერთხელ, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრის საქმიანობა, სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის საქმიანობა, პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობა. პირველი მოსმენის შემდეგ დაკონკრეტდა იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლის შეთავსებით განხორციელების უფლებაც აქვს საჯარო მოსამსახურე. და ამოღებული იქნა ის სახელმძღვანელოს შექმნის ნაწილი, ხო? კი ბატონო. დიდი მადლობა გათვალისწინებისთვის კომიტეტის რეკომენდაციის. მუხლი მეორე თუ არის რაიმე ცვლილება? არ განხორციელებს. სხვა კითხვები თუ არ არის, შეგვიძლია კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა, ერთხმად მიღებულია, წარმატებები ამით სხდომა დასრულებულია.